ლამაზია კალიფორნია რა. წვანი, მარად მწვანე, ხასხასა. მაგრამ ზაფხულში ძალიან ჩემთვის ძალიან დისკომფორტულია სიცხეებია რა. ანუ სამუშაოდ როცა მუშაობ და როცა მაშვები რა ის იოფლები და იწებები და მაშვები ცოტა რთული არის და უწევთ ახლა ხოლმე ახლა აქ რო ცხოვრობ კომფორტულად ხარ, სახში მოწყობილი ხარ და რაღაცეები კანეშნა ძალიან მაგარია საცხოვრებლად და მაგრამ ანუ კალიფორნიაში როგორ არის იცი? დღისით სიცხე არის და საღამოს სიგრილი არის. აი ეს ირგვლივ მთებში რო არის მაგიტო და ძალიან მაგარია რა. ძალიან მაგარია. მე მომწონს. ნახეთ ნოემბერი თქო. იანვრის მიწურულია თითქმის და როგორი გამწვანებული და ეს არის ყველაფერი რა. მაგრამ რაოდენ დასაკვირი ძალიან უნდა იყოს მთელი ეს ინდუსტრია, პირთების გადაზიდვის ინდუსტრია, უკავიათ ჩინელებს და მექსიკელებს. ძალიან ლამაზია კალიფორნია. ესე მთელი ეს ჰიპერმარკეტები და მთელი ეს სელური მაღაზიები სულ დაცარიელებული არის. აი რაღაც კოლაფსი არის გამოცხადებული რა, რაღაც საშინელება არის გამოცხადებული. ამბობენ რომ ესეთი დიდი თოვლიო, აი ესეთი დიდი თოვლობაო, რა ვიცი, 10 წლეულებიაო. აუ ეს ხო ვერ გავაჩერე. 10 წლეულებია არ ყოფილაო რა. ეს ვერ გავაჩერე. მაღაზიები დაცარიელებულია თურმე ყველაფერი ჩემაძამ დამირეკა და კაროჩე ვაფშე რა ესეთი რაღაცებია რომ დაფეთებული ყოფილა იმარაგები თურმე ამ საჭველებს და არის ერთი ამარ აი დისპეჩერმა დამირეკა და ტვირთს ვერ ვიღებო რა იქ სახლისკენ რა ძალიან იაფად და არ არისო რა არ დებენ პროპერები აზრი არა აქვს რა ვითომ კაროჩე თული იქნებაო რა მიტანაო თოლებაო და ეშინია რა ვიცი ის ეშინია რა ვიცი იანვრის ბოლო არის თითქოს რა ერთი კვირა დარჩა იანვრის დამთავრებამდე და როგორი გამწვანებულია ყველაფერი რა ხასხასებულია ფერები ეს ტრაინერი დავაგდოთ, უცებ მოიხცილებ, ჩავხსნათ და მე ავდგეთ და წავიდეთ მოვუნდეთ იქვე და ავიღოთ ახალი ტრაინერი და წავიდეთ დასაბირთად და თუ გაგვიმართლა და ის სასწაული მოხდა რაღაცა და ამ ჩინელებმა დროულად დავტვირთეს კაროჩე აუ ვაფშე მაგარი იქნება რა ძალიან მაგარ ვიდეოებს გადავიღებ გზადაგზა რა ძალიან მაგარ რაღაცებს გადავიღებ იმიტომ როგორც ვიცი თუ არ ვცდები საკმაოდ დიდი დრო მაქვს რომ მიჩიგანამდე ჩავიდე ანუ ამ სამსახურში ხო დრო მიზნებში არ არის სულ გადარბენებზე ხარ ადამიანი და
სულ მინდა რაღაცეები გადავიღო, კარგი რაღაცეები, მაგრამ არ გამოდის. დრო არა, და იქნებ ხარ დრო იყოს და კარგი რაღაცეები დაგათვალიერებიო რა. ეხლა რო ჩავალ სახში თუ ყველაფერი კარგად იყო ნახოთ ეხლა ექიმები წასმოთვია მინდა ვიყიდო Garmin-ის GoPro-ს აი 360 კამერა რა, ანუ Insta 360 არის, ეცოდინებათ ეხლა ასეთი ტიპის კამერა არის, გარეთ მაგდება და გარე სივრცეს იღებ რა, რომ დადიხარ 360 გრადუსით რა და მინდა მანქანაზე დავამონტაჟო რა, ტაირებზე და მეგობრებო რომ გადავიღო ისინი რა, გარეთ დახტება ყველაფერი. ჩემი პენსკიც აქ არის. აი ახლა უნდა შევცუნცულდეთ, მაგრამ აქ გოლმე შევცუნცულდეთ. თუ არა local accessibility. აი თვითონ თუ არა აი ესე მეორე ზოლიდა რა. გავხედოთ წინ პატარა სარკეებში. შევიდეთ შემოვიდეთ. სამონო ისრაელი. აზე არა ვარ მე არ ვიცი. აი იქ უნდა შევიდეთ. აი ცუდია. სხვას არც მოველოდებოდი პრინციპში აქ. კალიფორნიაში ისეთი პატარა ადგილებია რომ რა ვიცი ძალიან პატარა აქედან გადაგებელია ანუ იქედანაა შემოსასვლელი ხო Thank you, man. Ცუდად შემომიყვანა მე უეჭველი მე ალბათ მეორე მხრიდან უნდა შემოვსულიყავი. ტრასის მეორე მხრიდან სავარაუდო. ხელა ხარბონკიდან შემოვედი აქედან. აჰა. არა უშავს, აქადაც შევძურები. ვაი. Ваше место назначения находится. Ай, ესე იგი, აი ეს პატარა სარკეები რაც არის, თქვენ რასაც უყურებთ. ეხლა სარკეებში, ანუ კამერაში, ხო? აი ეგ სარკეების სასწაულ საქმეს აკეთებს. მინდა გითხრათ, ტრაილერის რაში რა შემოყვანაში და იმაში შემოვდივარ. ხა ესეთი კი შემოვედი. პატარა დიდ სარკეში რო აღარ მოსჩანს. პატარა სარკეში მოშავს ყველაფერი იდეალურად. და ჩვენ საკუდა დავაყენოთ ტრაილერი, ნახოთ ახლა ადგილი რომ აი სადღაც უნდა ჩავაკუჭოთ. აი ეგერ მაგალითად ჩავაკუჭებით. აი იქეთ ჩავსვა. აი ამან აი მე ამ ტრაილერს დავტოვებთ. და ოფისში შევალთ და ვეთქვით რომ კაროჩე აი ტრაილერი დავტოვეთქო და აბა სამალიეთ რამაგრამი ფინანს ტრაილერი დავტოვეთქო და მოდი შეამოწვით აი 39-ზე კაკრას აგერ ჩავტენი აქ 39-ში ან აქეთ თუ არის აი შეგაცო 31 არ ჯობია 20 აგერ ჩავაყუჭავალი რაქვი რატო ვიწვალო მე ჩაზაგენებდა სხვა ვიწვალო ზაც ადმინდა არის ადგილი და აი ას წავიდით ხა ჩაუპარკინგით რა
Hop. აბა, თითო ნახოთ, აბა. ანახოთ, აბა, ხა ბიჭებს, აიცი შენ. თუ იცი ჩაგანება, აი, თავი არ მომჭრა ბიჭო. აი მე თუ არ შევიქე ჩემი თავი მე ვის შემაქებს არა ვიდა ამიტომ მე შევიქებ ჩემ თავს რა მაგრა ჩავაყენეთ ხა მოდი ერთი მივწიოთ კიდე წი კარგად ზოლში რო ჩაждდეს და ვარ თქვა მე კალიფორნიელებმა სამტრედიელებმა სამოიმასლეს ესე короче როგორ დააყენეს ეს ტრეილერი აქ ჩავად კვარცალე ესეც ასე ეხა წავალ ბიჭებო ჩავხსნი, შემდეგ ოფისში მივალ და ოფისიდან უკვე წავალთ მეორე ტრეილერის ასაღებად. აი, კალიფორნიის პატარა ნაწილი რაღაც განახეთ. 20 წუთი რაღაც გადავიღე ვიდეო, რაღაც ვიმორიალე რაღაცა ჩემთვის და ჩავხსნი ხა და წავალ და გავაგზავნე ვიდეოს გადაღებას. მოკლედ არ გიმშვიდობებით. დაგემოდით მეგობრებო. გავაგზავნე ვიდეოს გადაღებას. მოკლედ ეხა ჩავედი ახალი ტრეილერი და დისპეჩერმა ჩამიგდო ტვირთი. ეხა უნდა დავიტვირთოთ 40 მაილია პიკაპი. და მივდივართ დელივერი გვაქვს შაბათს ინდიანაში, ანუ კალიფორნიიდან მივდივართ ინდიანაში და ნახეთ როგორი სილამაზე არის კალიფორნიაში, როგორი ლამაზია ეს დალოცვა. მართალია ზაფხულში ძალიან ცხელა კალიფორნიაში, მაგრამ მაინც მაგარია. ძალიან მაგარია, იმიტომ საღამოობით სიგრილეები იცის და როგორც გითხარით, ჩემთვის ასურველი შტატია რა, კალიფორნია და კიდე ამინდოდა მეთქვა, რომ ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვა ვიდეოებს, რომელიც ავგვირთე YouTube-ზე და ძალიან ბევრი მომწერა მესენჯერზეც პირადში, რომ თუ შეიძლება ავთანდილ გზა გადაიღებო რა. და მეც გადავწყვიტე ახლა რომ აი განახოთ ეს გზა როგორ არის რა ხდება კალიფორნიაში ნახეთ როგორი სილამაზეა ეს ისლია რუსი არის და არ ჩანს ისე მკვეთრად ყველაფერი რა როგორც უნდა ჩანდეს და გადაიღევ და მეც ვიტო გადავწყვიტე რომ ეს ესეთი ფორმატით განახოთ რა როგორ არის აირად არის, ესე იგი ინდიანაში გვაქვს დელივერი 2000 რუბლი გვაქვს გასავლელი ავტონაწილები მიგვაქვს, короче და რა ვიცი, მთელი ის არის რა სამროგეროდან მოთხოვნა რომ რა ვიცი, ვიყურო 24-7 და ნუ მთელი ის არის ფარში რომ იტყვიან და აუბრალ თვითები გაჭირდა, არ ვიცი რა კოლაფსია მთელი ეს ისტი კანადიდან მოდის როგორ ჩანს დიდი ციკლონი და აი სუდაცლილია მაღაზიები, პროდუქტები რამოდენიმე დღე 10-15 დღე გაგრძელდება დიდი თოვლებიო ესე ამბობენ რასაც მოყვებაოს ეს წვიმიანი ყინვაცო და რა ვიცი მთელი კოლაფსს აცხადებენ და
გაფეთებულია, დაშინებულია ეს ხალხი, რომ მაღაზიებში დაეტაცენ ამ საჭველებს ყველაფერს და რა ვიცი, გაწარიელებულიაო. ოკეგრიოსი ამბობენ რა. ჩვენ მხარეზე იქეთ და ეხლა ვფიქრობ, მართლა ხო არ შევიდე აქ მაღაზიაში, კალიფორნიაში და ვიყიდო სახლის პროდუქტები ვინაიდან ჯერ ინდიანაში მივდივარ, როგორც გითხარით და ინდიანადან მერე ალბათ მიჩიგანში წავალ და მიჩიგანიდან უკვე ნიუ-ჯერსში წავალ და პარასკევ შაბათ-კვირას ოჯახთან ერთად გავატარებ. რაც უკვე ძალიან მიხარია. 4 კვირა სახში ვყოფილი ვარ. მომენატრად შევიცვალ და ესე დიდი სიხარულით მივდივარ სახში. ესე იგი 2 კვირა უნდა მემუშავა კიდე, ანუ წესი არის ესეთი. სამსახურში 6 კვირა ვმუშაობ, 1 კვირა ვისვენებ რა. მაგრამ ცოტა ჯანმრთელობის პრობლემა მაქვს. ეხლა ანალიზები უნდა ავიღო, ანალიზების ასაღებად მივდივარ ექიმთან და მაგითო წავედი რა. ხო და რა ვიცი, როგორც დისპეჩერი მეუნება, სამროპეროებიო თვითონ არიძლებიანო ამინდების გამო რა, ძალიან ცუდი ამინდებიაო და აი ნახოთ ერთი რა ამინდები არის, ესე იგი ინდიანაში უნდა ჩავიდე, როგორც გითხარით და საკმაოდ ცივი შტატები მაქვს გასავლელი და აი საკმაოდ ცივში მივდივარ და თოვლი თუ ესეთი კოლაფსი უნდა იყოს, აი ინდიანაში უნდა იყოს და მიჩიგანში უნდა იყოს, ვინაიდან კანადის საზღვარი კლადიკვი არის მიჩიგანთან, გვერდზე არის კანადა რა. ხო და ნახოთ ჩემო კარგებო რა იქნება და როგორ იქნება სიტუაცია რა. ოქრა მიდი წამოვიდა 67-66 ფარენჰეიტია. სადაც 15 გრადუსზე ცოტა მეტია მგონი. ოხ 20 მილიღა დავშა და მივალთ რა. ძალიან ბევრი ჩინელები არიან კალიფორნიაში და ძალიან ბევრი ეს მაღაზიები, პორტები და რაღაცეები ამათ უკავიათ სულ ეს ფასილიტები, სადაც ვიტვირთებით. ეს სულ ამათ უკავიათ რა ჩინელებს. კარგის არის ჩინელი. იანჯაუნ აი პორტში მიდის ამ პირამიდის ამდენები აქვს ფასილიტი. ეგეც ჩინელია ეს გვერდზე ხარ. ეს ჩინელი ზედია ხუხედა. და გავიზდა და დამავიზდა და ორჯომის ბოთლები მიდევს სარიელი და რიკინოს გული შემოძოხდა. მოგლედ ავიღე თვითი კალიფორნიაში, მეგობრებო. და წავედით ინდიანაპოლისში, ინდიანაში რა. 2000 მილი დამჭა გასავლელი. 2 სახევარია. დღეს გაგვიმართა ცოტა მალე დავკვირთეს, უბრალოდ კალიფორნიაში
საცობები იცის საშინელი და ეს საცობები გამოვიარე ვაგლახან და ეხლა კიდევ აქვს საცობები გასავლელი და მოკლედ ეხლა დღეს ვეცდები ყველანაირად რაღაც კარგი ვიდეოები განახოთ რა და ეს მარტო სტებლოზე არ იყოს ეს დამაგრებული ეს GoPro ცოტა ხანს მეც გამოგიჩნდები კადრში მე ინტერსტეიტზე გამოვედი უკვე და მე ინტერსტეიტიდან უნდა გადავიდეთ მე-40 ინტერსტეიტზე ეს არის იგივე 66 ინტერსტეიტი, Road 66 არის 100 წლის გზა ამერიკაში. ერთ-ერთი პირველი ცენტრალური გზა არის ამერიკაში დამაკავშირებელი კანადის საზღვრიდან მექსიკის საზღვრამდე რა ეს მარტივად რო აღიხსნა რა და ეს გზა დღეს არის 100 წლის და სხვადასხვა აი ეს 66 გზა ისტორიული გზა გადაკეთდა მე-40 გზა და დღეს ახლა ჯერ არ გამდება ჯერ ვივლი კალიფორნიას რომ გადავივლი და არიზონაში შევალ ეცნები რომ 66 გზა და რაღაც სუვენირები და რაღაცეები დაგათვალიერებინოთ ეს და მე უკვე ხვალ და ესე რომ ვთქვათ ავეთ რა მეტნაკლებად ვიდივარ და 10-11 მინუტში სასტორი გვაქვს გასავლელი გადაწონვაში არა ვარ ჩვენ გადაწონით არ დავდივართ არასდროს კანონს არ ვარღვევთ შესაბამისად არც მეშინია სასტორზე შესვლის უბრალოდ ეხლა ცოტა ისეთი სიტუაციებია ამ ბოლო პერიოდში ამერიკაში რომ ძალიან ბევრი ადამიანები შეშინებულები არიან გარკვეული მიზეზების გამო და ეს მიზეზები ყველა მიცის ბატონი პრეზიდენტის გატარებული საიმიგრაციო პოლიტიკა რა და ასე რომ ცოტა არ იყოს ევს ეშინია იქ შესვლა სასწორზე რა იმიტომ რომ მე იქ იწყება ეს საბუთი ეს პასპორტი და ასე შემდეგ რა გამოვიარე კალიფორნია ეხლა გადავდივარ არიზონაში ეს მაგარი ადგილი უნდა განახოთ ეგერ არიზონაში რა გამოჩნდება გაჩენების საშუალება თუ მომეცემა გვეჭველი გავაჩინოთ რა კაროჩე ძალიან მაგარი ადგილი უნდა გაჩვენოთ კოლორადო რივერი მდინარე კოლორადო უნდა გაჩვენოთ ახლა ვიდეო ჩამოდის ორ შტატს შორის კალიფორნიას და არიზონას შორის იჭრება ადგილი და ეს ადგილი არის ძალიან მაგარი ადგილი ძალიან ლამაზი ადგილი
სასწაული ადგილია რა. ახლა როგორი ლამაზი მთებია კალიფორნიაში. აი ეს მთებში არის კალიფორნია ჩასული. საღამოობით მიყვა სიგრილე, ისიც არის სიცხე. იგი ლოს-ანჯელესიდან არიზონამდე მე-40 ინტერსტეიტზე короче არის ესე იგი 280 მილი. ხუმებია სპიგირიდი, მაგრამ ნახე როგორ გარბია ეგეთი და მეც უძდევ ამათ გიჟებს. აი ის ადგილი უნდა და განახოდა რა, აი მალევე მივა. არა, და დავადი კიცოში რომ გადავიდე, მე ვერ დაგანახე. არ ვიცი რამდენად გამოჩნდება უბრალოდ. ისეთი იამებში ვიარე და ისეთ ხრაგაფროგაში ვიარე კალიფორნიაში, რავი მარჯვენა ზოლში კალიფორნიაში სიარული არის. ყველაფერს ხვევი აუვიდა. თუ დააკვირდით ერთ რაღაცას, ჩემი მანქანა რო იქეთ-აქეთ იხრება, ცუდი გზა რო არის, ასფალტი რო არის და მოუპროთ რო იქეთ-აქეთ იხრება, თუ დააკვირდით. ნახოთ აი თუ გამოჩნდა ის. აი მე რა საოცარი ადგილია, იცი, აქ სულ მიდის კატამარანებით და რავი ნავებით და კატერებით და იმგენითაა სულ ხალხი შინით ჩაცვენილი ზაფხულობით. ძალიან მაგარი ადგილია რა, ძალიან მაგარი ადგილია და დავაკვირდე ერთი არასდროს აი სულ მქონდა სურვილი რომ გამეჩერებია, მაგრამ არასდროს არ მემეცევია ყურადღება, იმიტომ რომ ამ ჩასასვლელში სულ გიჟივი გავდივა. თუ აქ ტრაილერის გასაჩერებელი ადგილის სადმე არა არ მოჩანდა, არ გამოჩნდება კამერაში. ნახეთ როგორი ისაა აი ხიდი ეს მდინარე კოლორადო რივერი. აუ აქ ესე იგი ეს წყალი არის ლურჯი წყალია, ლურჯი ზაფხულში და აქედან კალაპოტია ხელა და აქ მიდის მთელი თევზაობები და ისინია. ძალიან მაგარი ადგილია რა, ძალიან მაგარი ადგილი. ეხლა გადავდივარ აი შევედით არიზონაში. ამ ხიდს რომ გამოვწევ უკვე არიზონაში. აი აქ შეიძლება გაჩერება ტრაილერის დაყენება და იქ გადასვლა. ფეხით გადასვლა და იმ ვიდეოების გადაღება. საინტერესოა დრონის გაშვება თუ შეიძლება მან კიდე. აუ როდის რომ ეს საფული რა. ესე იგი პირველ გაჩერებამდე დარჩენილი მაქვს 367 მილი. ანუ ეს სადაც საფლავი უნდა ჩავასხა. გუშინაც იქ ჩავასხი საფლავი ნიუ-მექსიკოში. აი ესაც იქ უნდა ჩავასხა რა, ანუ იქ ყველაზე იაფია საფლავი. შემდეგ ნიუ-მექსიკოდან გავივლი ტექსას, გავივლი ოკლაჰომას. მე მიზურში შევალ და მიზურში ჩავასხა კიდე საფლავს იაფად და წავალ რა. და მიუხედავად იმისა, რომ მე კომპანიის ძოლი ვარ და ეგ ჩემი პრობლემა საერთოდ არ არის, რომ რაფაში ჩავასხა საფლავს, მე მაინც ადამიანურ ფაქტორს ვუყურებ
და ვცდილობ რომ სათავე ჩავასხა იქ, სადაც უფრო იაფია. და ფასდაკლებების ბარათი არის. აქ ფასდაკლებები ირიცხება სხვათა შორის. იქ საჭმელის ჭამა შეგვიძლიათ. ბანაობა ხო უკასო შეგვიძლია. კიდე არის რაღაც ბონუსები რა. ესე იგი, რამოდენიმე წამყვანი ჩახსტოპი არის ამერიკაში. ერთ-ერთი პირველი იყო არა, TA ჩახსტოპ. ერთ-ერთი პირველი იყო TA ამერიკაში. მერე იყო ესე იგი მერე მოვიდა პეტრო. პეტროს მერე გამოჩნდა თუ სწორად ვიცი აილოტი, ანუ პილოტი და მერე შემოვიდა ლავსი, ანუ ლოვესი. ლოვეს მია ჩახსტავს. ისტორია არის ესეთი, ახალგაზრდა ცოლ-ქმარს გაუკეთებიათ პატარა გაზგასამართის სადგური, აი ძალიან პატარა. ხო და ესე იგი მარტო ბენზინს ეკიდებს ხოლმე. როგორც მომიყვეს რა ისტორია. და შემდეგ სალიაკის გაყიდვა დაიწყეს, შემდეგ მეორე გასამართის სადგური ააშენეს. მერე მესამე, მერე მეათე, მე-100, მე-200 და ლოვესი ანუ ეს გული რა, წითელი გული ერთ-ერთი ყველაზე სუფთა და ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული გასამართი სადგური არის ამერიკაში. ну, მაგრამ ჩემ დასამწუხაროდ მე იქ საწოლს არ მასწავლინებენ, ვინაიდან ფასდაკლება არის ძალიან ცოტა. ჩვენ კონკრეტულ ბარათზე რა. ამიტომ ჩვენ ვასხამთ TA-ზე. TA-ზე მეტი ფასდაკლება გვაქვს და ვასხამთ TA-ზე, მაგრამ TA უკვე როგორ არის, აი გაბანძებული არის რა, აი სიმართლე გულწრფელად რო გითხრათ რა. ოსა თუ ეხა ახალი აშენებული არ არის და მოვლილი ჩახსაბი არ არის, ძალიან ბიძულია რა. მე ახლა ხაზზე დავდივარ სულ და ვიცი სად უნდა შევიდე, სად არის სუფთავე, სად უნდა ვიბანაო და სად უნდა საჭმელი ვიყიდო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე ვიცი და მითო ასე უნდა არ მიჭირს რა. ეს არია გასაჩერებელი ტრაილერების აქტუალიტი ამერომე თუ გინდა ძალიან ბევრი რესტარიებზე სხვადასხვა აბანოებიც არის. მოდი ახლა ეს ორი ადგილი არ დავიკავოთ. ეს ჩვენი სადაც არ არის ინვალიდების ადგილია. მოდი აქ შევიდეთ აი ტრაილერების შუაში. იქედაც არის ბევრი ადგილები, მაგრამ აქ შევიდეთ ჩვენ შუაში. აქ გავჩერდით რა. ანუ ეს კარები გავაღო უნდა თუ რა პანელია თუ რა არის და უნდა ნახო რომ რა ბრიზინობს, რასა აქვს ისეთი საშინელი ხმა. თორემ მაგით სულ გადამრევს ამაღამ ჭკუიდან შიმშილის უნდა ვიარო. მშვიდობის მეგობრებო, როგორ ახავთ? ეს ნიუ მექსიკო და მოდელო შტატი ტეხასია და რა ვიცი, ისეთი ცუდი ამინდია გამოცხადებული, ისეთი ცუდი ამბავია რა ვიცი. ძალიან ცუდი ამბავია გამოცხადებული და გუშინ ძალიან მაგრად ვიარე, მე ცოტა დავისვერე და გავახსენე გზა უნდა გადავასწრო. შტორმი არის გამოცხადებული რა. ტეხასშიო
ვიცი რა რამდენად მართალია ჩრდილოეთ ტეხასშიო ევაკუაცია დაიწყო ხალხის ზოგადად დაუბედურება ხდება და არ ვიცი ეს ანდრა თოვლია და ისა საფარი არის თვითონ გაყინული რა თოვლისადმი მანქანების მობილიზაცია და რაოდენობით ამბები ხდება ხოლმე რა ადა უჩვეულოა აქ ეს ამბავი რა აი იმენა აქ ძალიან ცოტა გადავიღე, იმიტომ მე დაღამდა და კამერა აზრი ქონდა. ეხლა იუნესკოს ვარ და ვიღე ვაგები იუნესკოს. ერთი გზა არის ვარ და გაყვანილი. აქეთ გადასვლა გამორიცხულია მარცხენა ზოლში, აი ძალიან ამასია. მიუხედავად იმისა, რომ 18 საბურავი აქვს ამ მანქანას, ძალიან ზანტი არის, აი ძალიან ცუდი სასიარულოა. ელემენტარული ოდნავ პატარა დასველება მიწის მუქსაობს. ელემენტარული აი თოვლი არის მუქსაობს და ჭიდაობს და რა ვიცი, კაროჩი რა. ანუ ძალიან ზანტი არის რა. ევროპულები ბევრად ჯობიაო, მე ასე ის გადმოცემით. $1234 მილი დამჭა გასავლელი. ეს ახლა 600 მილი რო გავიარო, გაზეს დამჭირდება ალბათ 10 საათი. მაგას პლუს საწვავის ჩასმა, საჭმელი გაჩერება რაღაცა, ну 12-13 საათი ვივარაუდოთ, ხო? ეხლა ჩემთან არის 20 წუთი. მაგრამ ნიუ-იორკის დროით არის 10-20 წუთი. ანუ საღამოს 10-12 საათამდე რო ვიარო, დამრჩება ნახევარი გზა გასავლელი. აი იმ ნახევარსაც მაგალითად ხვალ გავივლი. ჩაჩვეულებრივად გაიგე ხვალ რა. ხო და მე კიდე სულ ვცდილობ, რომ ბოლომდე ვიარო. აი ბოლომდე გავწურო, ბოლომდე ვიარო, თუ შემიძლია, თუ ძალიან დაღლილი არა ვარ და ძალიან ამეცინება და რაღაცა ვცდილობ, რომ ბოლომდე გავაწურო და სულ. მიჩვენია ადგილზე მივიდე, კარგად ვიმანაო, საჭმელით გავაკეთო, კაი საჭმელი ვჭამო და ადგილზე ვიცინო რა. მიჩვენია, ვიდრე ასე ახლა ნელა-ნელა გადანაწილებით რა ვიცი რა, შეკარული იმას ასე არის, კაროჩი რა. აბა როგორ ახართ ბიჭო, ნახეთ. როგორ ციკლა. ჩამოვედი მანქანიდან ძირს და დავინახავთ ფეხით. აი, ტრაქტორზე შემოვედი. ტეხასში ვარ ახლა. პლენ-რიოში. და რაღაცები უნდა დაგათვალიერებიოთ ახლა. მიკროფონი არ ჩამერთია. GoPro-ს მიკროფონით საუბრებით და იმედია ხმა კაი იქნება რა.
არა იტოქში აგე ნახეთ ახლა დაგათვალიერებთ. მაგარი რაღაცა. აი, კოვბოი. არა, ჩიტუნებს გოულამაზებიათ, კოვბოი ბიჭო. ტოტიცებს ამის. აი, გიდიანი რა. მაგარია. ასტეიშენზე შემოვედი ახლა. 66-ზე ვარ რა. ანუ ძველი 66-ზე იგივე მე 40 ინტერსტეიტზე ვარ. აი მაგარი რაღაცებია. აი აგი ერთი კოვბოი. არა ეს იგია კამანჩია, ნახე კამანჩი. ინდიელი არის, ой, დამიცა. აი გამო შევიდეთ, არა შენ დაგათვალიერებიათ, მაგარ რაღაცას განახეთ ახლა. დავიდეთ ახლა და განახეთ მაგარ რაღაცებს. დედა მაგარი სიცივიათ, ჰა? ჩემი ვეშმეშოკი აბანოში უნდა შევიდე. ებანაო უნდა რა, ცოტა მოვიხოდო. თუ ღარე წყალში. წამოვანახეთ ახლა რაღაცა 200 წყალია. ცოტა ხალხია ცა. აი ახეთ. ახეთ ამ კატერპილარის ზედების. მაგარია. კამრის პრიაში. მაგარი რაღაცებია, სუვენირებია რა. აი ისაა, ნახეთ ის მანქანა. სათამაშო ტრაილერები რა. სუვენირები რა. აი მეხიკო. როდესაც მე მოვასწრე ესეთი სუვენირი, ლუდის გასახსნელი. კაუჩი მე ვარ ხა, უფრო სწორად რა ვთქვა. ნიუ-მეხიკო ტეხასის საზღვარზე ვარ, ანუ 2 მაილში არის ტეხასი რა. ასე რაღაცები იყიდება რა, короче. სუვენირები. ამას ვაგროვებდი ადრე. მაგრამ დიდებს ვაგროვებდი ამ მომთაბებს. მაგარია. დიდებს ვაგროვებდი. და მე დავაჩუქე. ბავშვებს დავაჩ. აი ესეთი ვაგროვებდი რა, დიდებს. ამას ვაგროვებდი. აი ესეთი. და მე ბავშვებს დავაჩუქე რა, დავასაჩუქე ბავშვები და დავანებეთ. მეც მე ვასება ვიცა თამაშოების იგი რა. წამოდი მაგარ რაღაცებს დაგათვალიერები. ანუ ეს არის გასტეიშენი, სადაც შეიძლება ჩაოლება. საჭველი იყიდო. თავისთავად საწვავს ჩაასხავ ყველაფერს და ტრაილერისთვის თუ რამე გჭირდება ტრაილერისთვის, ყველაფერი იყიდება ხანი ახლა. რაღაცები რაც გიდა. სულ დაგვიო ყველაფერს იყიდი რა. ტრაილერისთვის. რა მოტორზე იმას ვერ აწყობ ახლა რა. იყიდი რა, ყველაფერი არის, ვიცი რომ დავჭირდეს გზაზე რა. აი გენი მაქსაკიდელი და რომ გამოვალ ალბათ ამავისთვის წყლის იგი ჩასასხამი. ხა აბანოში ვარ წავიღე მაგას გამოვალ და ვერ იყიდი. აი გარმინის ნავიგაციები ხა? ტენის ინვენტორები და ყველაფერი იყიდება რა. წამოვიდე ხა რაღაცა და განახოთ თქვენ არ იცით ეჭვ. სერიოზულად რაღაცას განახეთ. მეც პირველად რომ შევედი, კავშირი მე კაფსულელდი რომ დავინახე პირველად. მოდით აგერ ვიჭრაო და განახოთ. ეს არის მინიმალური რა, მინიმალურია. ასაც ხა განახეთ მე თქვენ, короче. ზე მუზეუმი. აჰა. წერია არის. ამას უყურეთ. აპარატი. წამოიდრები განახდა. ამას უყურეთ, მოსწრები არის. Hello. This is your account number? Hey, thank you. Amaz uqurეთ. Ahora gracias.
ეს ნახეთ просто ელვისი პარელს ეს არის მუზეუმი ეხლა დაგათვალიერებით რა აი ნახეთ კოკაკოლები ნახეთ რა კოკაკოლის მცირე ეს როცა მისდევს ეს რა არის წამოდი და აქ ნახეთ უბრალოდ რევი ხდება ხალხო აი ეს ნახეთ პონტიაკი 1954 წელი просто ნახეთ რომელი წელი 1954 წელი რა სილამაზეა просто ამას ოცმობილი 98 1953 წელი ეს ნახეთ просто რა სილამაზეა აი ეს იყიდება 1953 წელი $19,000 $19,000 იყიდება ხალხო ტეხასის ნომერზე ტექსას კლასი გავყა მერკური 1956 წელი გამაგარი რაღაცებია რა ესეთი ნახე შევრალეტია შევის პიკაპი არის უკმენის მოვლი განახა F4D აგერ ჩემი Ford Galaxy Fireline 1959 წელი просто როგორი სილამაზეა ნახეთ რა ამას ხედავთ просто რა სილამაზეა 1959 წელში ესეთი ტყავის სალონები ეს ნახეთ Ford-ი ესეც რა ესეც Ford-ი არის ესეც Ford-ი საყვარელი Yeah, here I am in my little old place here. Hey, lady, you don't mind, how about closing the door? Sometimes a man's got to do what a man's got to do. All right? Yeah, okay. And just as soon as I get through reading this Sears and Roebuck catalog, it'll be fine. Instaletები რა, კალფის. ეს რომელი წელია? ტაჩი. აბარატები ის. ატოცილები. ლამაზებია. აი ეს როუდ 66 რა, გზა 66 გზა რაც არის. ეს არის ისტორიული გზა მე ამაზე თქვენ გასაუბრეთ. 100 წლის არის და აი ამ გზაზე მე-40 ინტერსტეიტზე, სადაც მე ვარ ახლა, იგივე 66 გზა ხო, ეს 100 წლის გზა არის და ეს ხო მუზეუმი არის და ზუსტად ანალოგიური მუზეუმები არის ძალიან ბევრი და უფრო დიდი მასშტაბებით რა ამ გზაზე და ძალიან ბევრი რაღაცეების დათვალიერება ნახვა შეიძლება უბრალოდ დროის ამბავში ხვდებით ახლა გუშინ ღამე იმდენი ვიარე რომ დღეს ცოტა დრო მქონდა რაღაცები გადამეღო და აი აქ ამ მუზეუმში ერთხელ ვანავყოფი მოდ ის მეორე მხარეზე იქაც გაგიყვანთ ავას უყურეთ ნიუ-მექსიკო ამას უყურეთ რა Ford-ი არის 59 წელი ნახეთ და როგორი ის აქ просто მასშტაბებს დააგვიდით აი მანქანის მასშტაბს დააგვიდით განში იქნება ალბათ 2 მეტრამეტი იქნება და ნახეთ რა არის просто აი თუნდაც ეს Ford-ის შევის პიკაპი რა просто
შოქში ვარ. მინეაპოლისში არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი აუქციონი. ძველი რეტრო მანქანების, ახალი მანქანების, აი იქ აუცილებლად მოხვდებით, თორსა მინეაპოლისში ყველაფერი დალაგდება და განახით რა. აი სათამაშოების მასშტაბს დააკვირდით. უბრალოდ ტრეილერების ამ დიდი რაღაცეები ამ მასშტაბებს დააკვირდით უბრალოდ და დამეგირე დოქტორ პეპერი ეს ანახა ჩემ ბავშვს უარს დოქტორ პეპერი და აფანატებს იქითაც არის მანქანები იქითაც დავუხდით აი ამ პატივცემულს არ გამოვაჩენ ეს ნახეთ თანამედროვე ამერიკელი ჯარისკაცი გოგონა ვუხდით ესეც ფორდი ეს რომელი წელი არის 1929 წელი ფორდი შოქში ვარ ეს აპარატი დი რაღაცის მოგროვება ხოლმე და აი შეხედეთ ბენზინის ჩასასხამი აპარატები მაშინდელი დროის აპარატები და ფოტოები მანქანები აბა აი 1956 წელი პონტიაკი Ford Thunderbird 1966 წელი Ford Thunderbird просто გულა მაზია ნახეთ რა და მაშინდელი აი ეს მოყვანილი ფორმებს დავაკვირდით просто როგორი ფორმებია გავიაძალი რა ეს ის ნახე სიცოცხლეა просто მასუყი ეკობა კარვეტი შენ არ ახარ ახლა ისეთი ძველი აქ რო იყო ჯიგა არა უბრალოდ კარვეტის მოტორი ნახეთ ეს მობილი და ეს შევრალეტი შევრალებება 1953 წელი Mercury, Montclair, questa Sarezis Casaturi. Sarezis Casaturi da ეს არის ძალიან საინტერესო. მოტოციკლები Goldwyn ნახეთ. ეს Goldwyn რომელიც წლის არის 1975 წელი და ეხლა Goldwyn-ებს რო შეხედავ რამე Goldwyn-ები არის. რეალებული ვარ და მაშინაც დიდები ყოფილა თუ Goldwyn-ები. ეს უეჭველი კასტომი არის Harley Davidson 1960 წელი. როგორი წვლილი ის აქსიდენტი. 1951 წლის Ford-ი არის მოტორი Ford-ის. Mirua. რომელში რაღაცა რამდენი რაღაცა შევხედო უკვე აღარ ვიცი. პატარა ბავშვით გამეფანდა თვალები ეს ნახე სათამაშოები. უბრალოდ სათამაშოების მასშტაბები ნახეთ რამდენია. აი ამას, აი ამ ვიტრინას. ნახეთ მინიატიურ რეის კარ, მინიატიური მანქანები შეხედეთ. აი ამ ვიტრინას მთლიანად წავიღებთ. ეს არის NASCAR-ის კოლექცია. სრული კოლექცია. თუ ვაფშე წარმოადგენაში გაქვთ ეს რა ეხირება მთლიანად. წარმოიდგინეთ ხა ეს NASCAR-ის სრული კოლექცია. სონის კამერა უნდა წამომეღო და იმით უნდა გადამეგო ეხ.
იმედია GoPro-შიც კარგად გამოჩნდება ყველაფერი ჩემი მაგიო. ეს ტოშიბას კომპიუტერია ალბათ, ხო? დიდი საინტერესო რაღაცა არის ახლა, ხო? თინდროიანი ალბათ ამოწმული. ეს პირველ გასალის მერქი. მანქანები და ეს ნახეთ. Chevrolet SS Camaro. საოცრება. აი ჩემი საყვარელი კუთხე ტრაილერების. ნახეთ რამდენი ტრაილერები. წარმოვიდგინე მაშინდელი დროის მანქანები. ნახე როგორი სიგნალი აქვს. Ford BB. მე ბავშვი დაждდებოდა და დადიოდა. ეს მაშინდელი დროის კლიასკა. და ნასკარი კიდე. ნასკარის კოლექცია ნახეთ რა მაგარია. არცაც საოცრება მუზეუმია საოცრება. ნახეთ რამდენი ტრაილერებია. კელვორტები, ვოლვოები, პეტერბილდები, მაკები. რა ვიცი. ნახეთ პიტერა საყვარელი. აი აქაც ტრაილერები კიდე. აი ეს ნახეთ პიტერა იმეთი შეშიტა პიქტორი სულ ტრაილერები აქვს ქვევით სულ ტრაილერებია ნახეთ რა მაკრებია ნახეთ რა საოცრება ეს არის This one I did. Трактор. Прицеп яри трактор წამოიგია და პრიცეპი. Marilyn Monroe. ძალიან ბევრი მერლინები არის. ესეთი ამბებია რა. ეხლა მას შეუკვეთა აბანოს და იბანავებ და წავიდეთ გავაგრძელო გზა. How was your shopping experience today? Before you leave, visit TAfeedback.com and tell us if we knocked it out of the park. ზედ როგორ არის აქ ბიჭებო? აბანოების სარეცხი მანქანები, აქ სარეცხის გადაწყდა თუ გინდა და ჩვენ გვინდა შავერ 5. მივიდეთ აი ტელეფონში 4. აი ეს სავარჯიშოები ნახეთები. აძლევი და ვარჯიში თუ გინდა რა. გადაწერე შავერ 5. აი შევახე ხა და ვიცით unlock door. Გავარდა. შევიდეთ. მაჯობა. გადავკეთოთ კარები და აი ესეთი ამბებია ვიდეო. ნახეთ. და აი ესეთი ამბებია, ესეთი აბანო.
მოგეწავედი ხა ითი შეგახეთ ფენი ეს პირსახოცები შამპუნებიც არის აქ ანუ გელი რა საბადაო მე მაგას არაფერს არ ვხმარო ანუ ჩვენ ახლა ბიჭები ხო აქ რო შემოვდივართ დავდივართ რა ყველა ვხმარობთ ასე ვთქვათ ჩვენ იმგენს რა პირსახოცებს და მოწყობილობას არა ამითი ვინ დაიბანა და ვინ გაიმშალა ვინიც ესენი ხო იცანთ მე ვაკანაში ჩემი ცეთი ამბავია რა ერთი დღე მოგეთ ხა გაგეთიშებით და ბანაო და წავიდეთ 1000 მილი გვაგასავლელი ალბათ დროებით და კარგად იყავით რას 1-2-1-1 მოგეთ რა დაგეგმოთ და ნახეთ короче რა მიდიათ ეხალში რა просто ახდება ქარი -18 გრადუსი თოვლი ნამქები და ყველა მთელი ტიკეტი არის რა ტიკეტი ეგა უკაფონაში გადავდივარ და ახლა ერთი უკაფონაში გამიდი და ვუღერო რა ეს ისეთი ადგილია აქ სასწორები ძალიან იშვიათად რომ დაიგებოს ძალიან იშვიათად და წარმოიდგინეთ სასწორები დაგეგმილია და საშინელება ხდება ელო ბიჭო მაგარა ვერ ვაკავებ და გვერდი დადი aeroportowe stoi tam pas Gaboni, India, why just patros todos? Agora trouxer as gatas dos outros. Vai. Isso aqui é levar. California's nomrებზე გვარი მაილები 99% ჩინელი ან ინდოეზიის კაროჩე და უნდა ერიდო. Upakovashi, naqid rahmavia Upakovashi. Segi Upakovashi var gakosuli da me ar ვიცი ჩისებელები გამებინა ჩოთქები არ მუშაობს შტანგებიდან წადრომდონი წყალს აღარ ასხამს კაროჩე და ალოგაზე ვიყავი შესული ისე გავწმინდა შევით შუშები ჩამოვრეცხელი ცოტა მაინც ვიარო და ვშევ რა დაღამებამდე სანამ დაღამება უნდა ვიარო და გავჩერდი ეს არ ვიცი ამზაზე დავდივარ რამდენი ხანია და მე მსგავსი რაღაცა არც სამინახია და არც ეჭვმეპია вообще გზას ვერ ვცნობ გზის არეალს ვერ ვცნობ თვითონ რა
არია. Вау, чеби, короче, დამერი ამბავია ხალხო რა. ეს ისე. რა გავთიშავდა ცოტა მოგვიანებით ჩაგერთები მოდი რა. დილავშვიდობის. კაი გამარჯობა თქვენი მეგობრებო. აი ესე ჩახერგილები ვართ და ჩათოვლილები. წინიდან ვერ გავდივარ. ეხლა ჩალიჩობრო უკრიდან გავიდე. ჩახერგილი არის. მანქანები არ მიდიან და არადა მე სასიარულო მაქვს. უნდა წავიდე უეჭველი ყველა ვარიანტში. თორე ის ჩატანა დამაგვიანდება და არ გამოვა. მე კაი ამბავი. გავიცი. ნელა უნდა წავიდე. სხვა გზა არა, თან საწვავის პრობლემებიც არის უკვე. გასტეიშენებზე ბიჭები წერენ ჩატში რომ საწვავსო ვერ ვასხავთო, სადასხავ საწვავსო. საწვავიც მთავრდება. ხოდა ნელა რამენაირად უნდა წავიდეთ. ნელა ნება. როგორ არიან ჩახერგილები. ბიჭები. მე ცოტა ადრე დავპატინგდი გუში. გავთვალე წინასწარ რომ მე ადგილები აღარ იქნებოდა და ცოტა ადრე გავჩერდი და ისე ვიყავი ჩახერგილი ბიჭები გვიან მოვიდნენ და შემეცოდა მაგათი გაგვიძება. და რამდენი ხანი ალბათ ველოდები როდის რომ გაიღვიძებდი რა რომ მე დავძრულიყავი რა წავსულიყავი და ბოლოსვე კი დაუკალკულე და 1-2 კი გავაღვიძე რომ მეთქი გამიშვი ბიჭებო და ნელა უნდა გავიდე მაგრამ გზა აი ზები არის ჩახერგილი რა მაგრამ სანამდე შევძლებ უნდა წავიდე უნდა ვიარო Continue on the current road. გავჩერდი და დამრჩა მიზურის შტატი გასავლელი ილინოისი და ინდიანა. არავინ არ გადის და მე რატო გავდივარ? ახლა იმასაც ვფიქრობ, სამ ვარ დაგებდეს კიდე. გუშინ გზები ყოფილა ჩაგედილი. აი ვინც ტრაილერის ძღოლს, короче, არაფასებს და ვისაც ტრაილერის ძღოლის, короче, შურს, რაო მე ფულებს შოვანოდან და დადიანო, короче, აი მაგაცის აქ ხალხის თავებში ჩამახედას აგად ტვინებში ჩამახედა, короче, რა და მეტი არ მინდა არაფერის ეს, короче, ეს მარცხს იზამს ეს ტრაილერი ეს სტოპები აქ გამგაჭირებულს დათოვლილი
აკადემიკი მოდიან და ველა წავალ რა კონტროლი engine brake და მსგავსი რაღაცები უნდა დაივიწყო. აპა. მოსლიპინებულია მაგრამ. ვაჩი. $75 მილიარდი ამ გზაზე დაშვებული და 50 არ მივდივარ, 45-ით მივდივარ და არა უნდა ვიარო ხვალ დელივერი მაგასაც ითმე უნდა ვიარო ყველა ვარიანტში ეს გზა გამორიცხულია ამას ეგენი არ გაწმინდავენ შანსი არა ამას ეგენი ეს დარჩება ასე და შევიკეთები და ჩაგებას ჩემია ნელა ვიარო რა წყნარად და ჩემიკანო თვითონ ყველანაირად ავის ძალიან ცუდად დაუნტარდა ბიბიჯებს სამივეს ძალიან ცუდად. Короче, ნახეთ ახლა რა ხდება. აი პირობითად დაგიჩერდა ტრაილერი ქუჩაში. შენით რო დააჯდე, აკეთო რაღაცები, მაიმუნო. აი პატარა უნიშნულო რაღაცა თუ შეგიძლია, რა ვიცი, 10 წუთში გააკეთო, 15 წუთში გააკეთო, ბაზარი არა, გააკეთებ და წახვალ რა. თუ არა და რომ მოგადგება პატრული, სანამ პატრული მოგადგება რა, მანამდე შეგიძლია შენი პიჭალიჯო. პატრული რომ მოგადგება, ეგრევე ის არ დაგიწყებს ცერემონიალს. პირდაპირ ეგრევე თავინგს გამოიძახებს, თავინგი არის ევაკუატორი იგივე. ევაკუატორს გამოიძახებს და ეს დიდი ევაკუატორები ყავთ კაროჩე და ის ჩაგიბავს და წაგიბავს. წარმოიდგინეთ 100 მეტრი რო გადაგიყვანოს ტვირთი, ანუ ჩაგიბას და წაგიყვანოს 100 მეტრი მინიმუმ $1000-1500 უნდა. მინიმუმ არ ყოფნის და ჯარდგებობა. 3000-ები, 8000-ები, მე ვიცი. ბიჭი გადავარდა თოვლში, შარშა. და ასე ამოიყვანეს, ასე მინდორში იყო ჩაწოლილი. ამოიყვანეს უბრალოდ გზაზე დააყენეს $8000 გადაიხადა თავინში. მერე პატრული რო გამოიძახებს იმათმა იციან თავიანთი ევაკუატორები ყავთ რა ჯიბებს იციან ვის დაუძახოთ რა და ურეკავენ და დავაი მიდის აი ძვირი ფულების ახევა და რაღაცეები ეხლა ამათმა ეს 3000 ეს სამი მანქანა რო გადაყრილი არიან ეხლა იქ ვიდეოში ნახავთ იმათ თვითონ მანქანას არ იყოფა ალბათ $10,000 სამთარი რო არის ტარიფები ორმაგდება რა მანდა მოდის ჭამაში საერთოდ ელა უნდა იარო და ახალ არის აღაერი ამბავია მოკლედ 400 მილი დაბჭა გასავლელი და მაგასაც გავივლით ევა ცოტა ნორმალური ისეთი რესტორანია თუ შემდგომ უნდა შევიდე გავჩერდე პატარა საჭმელი ვჭამო რაღაცა და შემდეგ გავაგრძელო გზა. დღეს ადგილების პოვნა ძალიან გაჭირდება. ამიტომ ცოტა ადრიდან უნდა დავიწყო ძებნა იმის ადგილების რა. ადრიანად უნდა დავიწყო, იმიტომ რომ თეატრო ინდიანაში ჩავიდე ბოლომდე. სულ და იქ მივიდე და ვეღარ ნახო ადგილები. მე მომიწევს წვალება რა. წინ დაუკან სიარული, ამიტომ სანამ იქ ჩავალ
გაუმჯობესი არის, ცოტა მანამდე მომწევნო და 100 კილომეტრი ცოტა ვიტოვე. ილისთვის გასავლელი პრობლემა არ არის დილას. ადრიანად ავგერი და წავალ რა. ასავით მოდის, ახლა აწყვეტილი მარცხენა ზოლში მოდის, მოფრინავს. შეიძლება ეხლა თვითონაც გადავარდეს, მოსრიალდეს და მეც დამაზარალოს და იმასაც რა უნდა ეხლა რასიზა. ხო იცით, ნათქვამი რო არისო, გიჟო მიეცი გზა ფართოო და ეხლა ვეცდები, რომ ცოტა აქ კიდეში მოვიწიო, რომ ეს გიჟი გავატარო არანორმალური. ახლა ავარიულებს ვუხდებ, რომ ნელა წადითქვა. არა, მაინც აწოვა. პანჯავი, ინდუს შენი გამზდელი დაიცვათ სენსში. აროჩი რა. აგი აბა გაგით შევიდე ხაროჩი. შეხედეთ ბიჭები. როცა რას საწოდავება, ამას არ დაკონუზებული ორი ბაგეშკა. კაპინული აქვს, ნახეთ ამ გაჭირებულს. ორი საბურავი აქვს, გაიგია. კაპინული, ნახეთ ის ორი ცალი კიდეში ტრაიდერი საბურავი არის ჩაკინული. და მიდის ისე ეს გაჭირებულის. აუ ეს ამას ნახეთ, კაროჩი. ეგ კიდე გადავარდილი არის. აი სადაა გადავარდილი, აი ტოვილი გამოფავს კაროჩი, მაგრამ გადარჩენილია ეგ გაჭირებული, რომ დალეწილი არ არის. აუ ამას უყურეთ ბიჭო ვაგე, ამას უყურეთ. მეორე ვახ შენი დედავატირე, წეღანი ყო კიდე იქით გადაყრილების ეს ახლა ეს მოხდა, იმიტომ ეს ახალი გავიგი, ახალი მოსული არის რა. მერამდენე ავარია არ ვიცი, მერამდენე პროსტა აი ხო არ ჩავთავ ახლა ამას წარამარა და ამის გადაღებას ვარ დავიწყებს. ახლა საშინელებაა, კაროჩი, საშინელებაა. Take exit 251 on the right to Missouri 100 West, then take the first left. შანსი არა, ამორიცხული არ ზო.
Turn left at the stop sign, then take the first right. In 1.5 miles, take exit 253 on the right to Missouri 100 East, then take the first left. Სტირებივი დაფრინავენ, ამათი დედავატირებენ, სტირებივი დაფრინავენ. წინ არ ვიყურები იმდენს, კაროჩე რომ უკან რო ვიყურები რა, იმენა რომ მეშინია ვინმე არ დამაჯდეს უკნიდან რა და არ რაღაც არ გადამაგდოს მაშინ ხრამში. ავარიულებს ვაწყარუნებ რომ წინ დაინახონ რომ გზა რაღაცა შეფერხება არის რომ პატარა შენელება მაინც რო დაიწყო რა. და აწყვეტილი მოდიან ამათი დებილი დედავატირები. თოვლი მაროჟნი გონიათ ბიომად. აი აქ მაჩვენებს ამ მონაკვეთს დაკედინს და არ ვიცი, აი წინ დამბი მიდიან შხუილი და იქნება გადავრჩეთ და არა დაკედინს. 270 მილიღა დამჭა რა. ოთხმოცი კილომეტრ-საათში 80-90 კილომეტր-საათში მეც დავდივარ. On the right to Missouri 100 East, then take the first left. 80-90. ამათ რა უბედურება ჭირდა. 90 დადიან ევროპაში ჩვენი მძღოლები. მთელი ევროპა, მთელი საქართველო. გავიცი, რუსეთი, ყველა 90 110 მაქსიმუმი არის რა, აი ზღვარი 110. აგრა ჯანდაბაჭი და კაროჩე მე არ ვიცი რა, აქ ზღვარი არის მინიმუმი არის 55, მაქსიმუმი არის 80 Turn მილი. left at the traffic light. კილომეტრი არა, მილი. არ ვიცი. აი ვითომ შეხედავ რომ ერთი შეხები ბეტონი არის, ანუ ასფალტი არის და გაწვედილი არის რა, ვითომ ერთი შეხები, კაროჩე ხედავ ხო? არ არის. წამია მარცხი, წამი. ამად არის კაროჩე, რა ვიცი. Continue on I-44. ამბავი თუ იყო. აი შეხედააფერა გაკინული, აი ხიდი არის ქვევიდან, აი მატარებლები გადის და როგორ არის ასფალტი გაშავებული. ახლა აი ზუსტად მივდივარ 80 კილომეტր-საათში. დავიჯერო ეხლა 80 კილომეტր-საათში ცოტა არის ასე მოშვლები მოპინული მასე, რა ქვია გზაზე. დავით ვერ გადავედი მაინც ამ მთებიდან რა, კაროჩე ამ მთებში ვარ აქ. ვერ გადავედი, ვერ გავივაკე ერთი წესია, რომ ვაკეზე გავიარო მაინც. კაროჩე მერვე მანქანა და ვითვალე უკვე ინდიანაში რადგან მივედი და ინდიანაში ახლა გადმევედი. საშინელება ხდება ასე. აბა რა, მე რამდენი ტრაილერი დავთვალე, ძაღლეს აღარ ვიცი, მერია ოპის ათვალავს. შეხედეს. ორი თვიგია მოსული ერთად რა.
წესი. ბიჭო, ჭკვიანად უნდა იარო, ძმა, ნელა იარე რა და ეხლა ცისტერნა მოდიოდა, კაროჩე. კინაღა გადამაგდო გზიდან ძმა ცისტერნა. ასოციმილიდან ჩაუსა და იგი შეხედის გარაფრენილია მიდამის. შეხედი სადა გადავარდნილი კაროჩი. აუ რას გავს აფერა დალეცილი სიო მანქანა. წარმოიდგინე აუ ახალი ფრედლაინერია თან რა. წარმოიდგინე ძმაო 10-ით მივდივარ 10-ით. და ტიპი მანიშნებს კაროჩი პოლიციელი რომ კიდე დაუწიეო კიდეოს იმო. შეხედე მე კაროჩე ვკრივავ და ამან უკვე შეხედე გარეკა უბება ჯაბიში უკვე ჯაბიში მოილა მარცხნიდან თო კაროჩე მერამდენი ავარია თო უკვე სათვალავია მერია რა აღარ ვიცი უკვე მერამდენი ძალით იმპროვე თავის თო ძალით სულ ძალით იმპროვე თავის რა ეს აი რამოდენიმე შემთხვევა მქონდა დღეს რომ ჩამიშხუილე და მე 2-3 კილომეტრში რომ დამპროვილი და ვინახე დილაშედოვის მეგობრებო როგორ ახართ მოკლედ დავიძარი ეხლა ამ დილით მივდივარ ინდიანაში დელივერზე ბევრი არ დაგვრჩა სასიარულო და ესე გავეჭედეთ გზაში სავარაუდოდ კარგი წინ არაფერი არ ხდება ვფიქრობ რომ წინ ავარია არის და უბრალოდ ტრაფიკი არის რა დილის 8 საათზე გვაქვს თვითის მიტანა მაგრამ მაგ თვითის მიტანას 8 საათზე არავინ არ იმაშება ჯავრობს თავარია თვითი მივიტანოთ ეგ არის თავარი მშვიდობით 57 მილი დარჩა აი რაუ ჩემი ამას უყურეთ ეხლა გადავარდნილა ეს გაჭირებული ბიჭო რატო ჩქარობთ ბიჭო სადგე ჩქარებათ ასაკეთებ ჯეკდაიფია გაკეთებული და აქეთაა მოტრიალებული ნახე სტრეჩზე არის მოტრიალებული და ეხლა ეს გადანავარდი ამ დილით უყურებდი 5 საათზე რომ ავდექი მაშინ უყურებდი რომ მეთქი რა ხდება გზაზე თქო და აი თურმე რა ხდება წინაც იქნება მსგავსი უბედურება მარტო ეს არ იქნება ეგრე აი შუქები ჩართულია საცოდავს რატო ძმაო, რატო მან რა გინდოდა ბიჭო, მან რა გინდოდას თან რიფერი არის, კაროჩე რიფერი არის, ამას ისინი გადააქვთ რა ხილბოსტანი და პროდუქტი რა და ამდენი ვნახე ესეთები რა მსგავსი ავარიები ჩაწერილი მაქვს რა რაღაცეები ვიდეოზე უბრალოდ მეც ახლა შოქრის გადმოსახედიდან მაინც არა სასიამოვნო ფაქტი თავისი გაჭირება ყოფნით რა ვიდეოების გადაღება და გადაჭენება მაგრამ ასე რომ მივდიოდი გზაში და ჩემთვის რაღაცეებს როგორიალო რაღაცეებს ლაპარაკო ჩემთვის და ესეთი შეხვდება რა იქ როგორ მოტრიალდა აი ამ პატარა აი ესე პატარა ვიწრო გზაზე ესე როგორ მოტრიალდა და როგორ დადგა იქ მე არ ვიცი ან კიდევ მაგას ახლა სავარაუდოდ აქ გზა დაიკეტება 70 დაიკეტება ტავინგი მოვა ეს დიდი ტავინგები რო არის ამოათრევენ ცხვირს მაგას არ დაუწყებენ ფოფიალს ცხვირს ამოათრევენ ჩახსნით ავი როგორ ჩახსნიან არ ვიცი და დააყენებენ აქ გზის მიმართულებით ცხვირს ცალკე და მისაბმელს ცალკე რა ალბათ სავარაუდოდ
ძალიან ცუდად დადიან რა, აი ძალიან ცუდად დადიან, короче, არ ვიცი. მეც ახლა მთელი გზა სულ 50-55 60 მილისაათში, 60 მილისაათში ბიჭო, 100 კილომეტრია საათში ცოტა ხო არ არის. ევროპაში და მაშინ კაცო პოსტსაბჭოურ ქვეყნებში 90 კილომეტრი საათია, აი მაქსიმუმ 110 კილომეტრი საათში წახვიდე, ის რაღაცა ცოტა პერიოდი რა, ცოტა გზა და რა ვიცი და აქ წარმოიდგინეთ 125 კილომეტრი საათში არის დაშვებული ოკლაჰომაში, ტექსასში, ნებრასკაში, დაკოტაში, დიდ შტატებში რა 80 მილი საათში არის დაშვებული სიჩქარე, აბსურდია, არ შეიძლება. ამხელა ტვირთით მიდიხარ. ჩამული გაქვს ამხელა ტვირთი და გარბი ხარ, სადაც ამაჩენთან, საგარბი ხარ. შეგაცო წადი ნელა, რას აი რა მოიგო ახლა იმისმა პატრონმა, მაგრამ შეიძლება ის პატრონიც არ არის, ძღოლი არის უბრალოდ კომპანიის, მაგრამ მან ეხლა კომპანიას გულში გაუყარა დანა ვიდა. ჯერ ხო საშინელი დილა გაუთენა კომპანიის მეპატრონეს, რომ ამხელა ფასიანი მანქანა $200,000 მანქანა ესე მიუგდო და უწვინა გვერდზე. მერე კიდე დაზღვევას რამდენი პრობლემა შეუქმნა მაგითი. არ ვიცი რა აჭკუას ემსახურება ეს ხალხი მე არ ვიცი რა. აი მაპზე უყურებ ახლა სულ გაშაებულია მაპი, სულ გაშაებულია ყველაფერი. ასე ნელა ჩოჩიალით მივდივარ, დარწმუნებული ვარ 1,000,000% წინათ ავარია იქნება ეხლა. არ ვიცი რა. აი, მოკლედ გაგეთიშევით, ეხლა ვიჭერვო და ცოტა მოგვიანებით ჩაგეცევით და ამითი მეხსიერების ბარათსაც თავზოგან და ჩემს ბალაბულასაც ნაკლებად მოისმით რა. короче, საათზე მეტი ავდგევართ ინდიანაში, ახლა შეიხსნა გზა პატარა გალიბულია ყველაფერი, გასიბულია და არ კიდია ერთი წეღამი დავდივით. საცოტა ვარჩი. რა რატომ ხაუსა და წასულში ერთი მიდის მანქანა ტრაილერი მიდის გვერდიდან, გვერდულად მიდის. ტრაილერი მოყვება გვერდულად, სულ მოსიკულია ყველაფერი, აქვს საშინელება ხდება. გასიკულია ყველა აუ ბიჭო სადაა შეგვიძლია ჩახედი არაფერი აჭის სულ გაყინულია ყველაფერი ვერა სახალინში მგონია თავი რაირი ამბავია რა სახალინში короче საშინელება ხდება აქ გამარჯობათ მეგობრებო, ყველას მოგესალმებით.
არ დავიწყებ ახლა ვინ ვარ, რა ვარ. პირდაპირ გადავალ თემებზე. მოკლედ 26 იანვარია ახლა. ჩამოვედი ინდიანაში, პარასკევს წამოვედი კალიფორნიიდან, დღეს უშაბათი არის, ჩამოვედი ინდიანაში და ამ უამინდობის გამო აი ასეთი შტორმების გამო და რაღაც რა ვიცი კოლაფსი არის გამოცხადებული, საშინელება ხდება ირგვლივ, რა ვიცი პანიკა რაღაცა და არ მუშაობს თურმე ფასილიტი. ანუ ფასილიტი არის ის სადაც ტვირთი მოვიტანე, სადაც უნდა დამცალონ რა, ჩაიბარონ ჩემი მოტანილი ტვირთი. დღეს არ არიან, ბოდიში მოიხადეს და ხვალ დილითო 8 საათზეო დავცლითო, ხვალ ვიმუშავებთო რა. ну ამაშიც არის თავისი პლუსი, ცოტა თანხასაც დაამატებენ, ჩემი ლოდინის თანხას და მეც პატარას გამოვიძინებ. რა ვთქვა, გამოვიარე საკმაოდ დიდი გზა კალიფორნიიდან. საკმაოდ ძალიან დიდი ის გადავიღე რა, მატერია, ვიდეო მასალა. გადავიღე, რაც უნდა ავტვირთო რა, YouTube-ზე ძალიან დიდი ვიდეო გამოვიდა. ვფიქრობ, აი გადახვევებით რაღაცეები ალბათ იქნება საინტერესო. მე ვიცი რომ ძალიან ბევრი ადამიანი არ უყურებს YouTube-ზე რაღაც ვიდეოს როგორც ფილმს და დაждდება და ყველაფერს აი ბევრი რომ აი გადახვევით უცებ გადახედავენ, თვალს გაკრავენ და საკმარისი არის და კაკრას ამისთვის ძალიან დიდი ვიდეო გამოვიდა, ძალიან დიდი ვიდეო არის. და ну რა ვიცი დიდი იაღლიშიც მომივიდა სხვათა შორის, აი ის რომ არ მქონდა ის პატივცემული ჩართული მიკროფონი GoPro-s მიკროფონით ვიღებდი ასე რომ ვთქვა და ну ხარისხი ხმის არ გამოვიდა ისეთი კარგი რაც უნდა იყოს და ამიტომ მე შეცდომა უნდა ათი გამოვასწორო და ასე ჩემს ყველა ვიდეოებში აუცილებლად ეს პუნქტა აუცილებლად იქნება რა. თქვენ თვითონაც მივხვდებით სხვაობას სად არის კარგი და სად არის ცუდი რა. ამიტომ აქ მეორე ვარიანტიც არის, ეხლა სრულიად გათიშულ მანქანაში ვარ. აი როდესაც სატვირთო ტრეილერი ანუ მუშაობს, აი ეს რახ ეს ხმები, რა ვიცი, ცოტა შემაწუხებელიც არის რა. და ამიტომ ვიდეოს ბოლოში მაინც ჩავწერ ცოტა ისე ჩუმად რა, სასიამოვნო ის რო იყოს მოსასმენი. ალბათ ხო და ნუ ერთი სიტყვით ძალიან დიდი მასალა გამომივიდა, უნდა ვთქვა. რაღაცეებს ახლა მოვჭრი, დავალაგებ რაღაცეებს, უცებ რა. და უცებ ასე ვეცდები რომ ავტვირთო YouTube-ზე რა, უცებ. კიდევ უცებ. ხო, უცებ ავტვირთო YouTube-ზე და აი ჩემს ციცინა ლოგინში ჩავწვევ ფეიჯი ჩავრთავ, გავათვო, კარგად გავაღუნგულებ მანქანას და დავიძინებ, იმიტომ -24 არის გარეთ, გრძნობელობაო -28-ო, ასე ამბობენ. და რა ვიცი, ქარიც არის, თოვლიც არის, ყველაფერი გამოვიარე, თქვენ ნახავთ გზაზე, აი ძალიან უხეშად დადიან ეს ინდოელები, პაკისტანელები, ჩინელები, ყველა უჯიშო, ყველა ურჯულო. აი რატომღაც გიჟები ვიდადიან და თქვენ ნახავთ ვიდეოშიც რამოდენიმე სატვირთო რო გადამისწრო და შემდეგ აი რამოდენიმე კილომეტრში ისინი ჩვენ ნახავთ ძალიან ცუდ დღეში. რა თქმა უნდა, არ გამიხარდა და არ მიხარია და ეს არც არის სასიხარულო, ნორმალ ადამიანს ეს არც უნდა გაუხარდეს, ну ასვიზავთ. არ შეიძლება ეს. ამიტომ ყველა მძღოლს პირველ რიგში უსურვებ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და თავის ოჯახებში ასე ვთქვათ, სახსალამათი, ასე ვიცით იმეილება, სახსალამათად დაბრუნებას უსურვებ თავის ოჯახში რა, ყველას, მაგრამ მარტო ღმერთის იმედად ნოვიქნებით,
ცოტა ტვინია საჭირო და ცოტა ნებისყოფა და ცოტა გამოცდილება და ცოტა რაღაცა დავამატებ, რომ ეს ჩემი პირველი ზამთარი არის ამ ხელა მანქანით, აი სატვირთოთი. ადრე დავდიოდი 2 მანქანიანი ტრაილერით, სიგიც საკმაოდ დიდი ტრაილერი იყო, მაგრამ პიკაპზე იყო გამომბული და ის სულ სხვა მასშტაბი არის, სულ სხვა რაღაცა არის, ეს სულ სხვა რაღაცა არის და ეს ჩემთვის იყო პირველი თოვლი, პირველი გამოცდილება, პირველი რაღაც ექსტრემები და მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ კარგად გავართვი თავი 2100 მილი. საკმაოდ მალეთ ჩამოვედი, უსაფრთხოდ, ბატონო ჩემო და რა ვიცი იმედია ესე გავაგზავნებ სულ ღვთის შემწეობით და მადლით და რა ვიცი თქვენს ყოველივე კარგს გისურვებთ ჩემო კარგებო. ეხლა დაგიმშვიდობებით შევეცდები ეს ვიდეო მალე ავტვირთო YouTube-ზე და რა ვიცი გთხოვთ, აი ძალიან გთხოვთ, შეგიძლიათ ხმას არ მოусვინოთ, უბრალოდ ვიდეოებს უყურეთ, დაათვალიერეთ ქალაქები, ეს ტრასები, სად დავდიოდი, სად დავმორიალოდი და ხმა შეგიძლიათ ვაფშე გათიშოთ რა. და დღეიდან პიონერულ სიტყვას ვიძლევი. ამის გარეშე აწი ვიდეოს აღარ ჩავწე. მე თვითონ არ მომეწონა ხმა, აი ძალიან ცუდი ხმა არის რა. და რა ვიცი ვეცდები რომ გამოვასწორო რა რაღაცნაირად. ეხლა დაგემშვიდობებით, ხვალ დილით ტვირთს ჩავაბარებ, იმედია ახალ ტვირთს ავიღებ და მალე წავალ სახლში, ჩემს ოჯახში რა, ჩემს ცოლ-შვილთან, 4 კვირა არ მინახია ოჯახის წევრები და ცოტა მომენატრენ კიდევაც და მეც მალე წავალ სახლში. ხო, ამბობენ რომ გზები დაკეტილიაო და დაკეტილი იყო მართლაც გუშინ ბიჭები არ გაუშვეს, ბევრი მანქანები არ გაუშვეს, გზები დაკეტილია და მოხდა ისეთი ფაქტიც რომ დაკეტილ გზაზე იარა ერთმა პიროვნებამ პატივცემულმა და დააჯარიმეს. ანუ არ შეიძლებოდა მოძრაობა და ის მაინც მოძრაობდა და დააჯარიმეს რა. და ესეთ რაღაცებს მოვერიდოთ მაინც. ესეთ რაღაცებს, ასე რომ ვთქვათ, მოვერიდოთ რა. და დავემორჩილოთ კანონებს. აბა კარგად იყავით და დროებით ჩემო კარგებო.